ტექნიკის ქსელ ელიტ ელექტრონიქსის ყოფილი მფლობელი ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე TBC ბანკის და ბადრი ჯაფარიძეს კომპანიის აქციების დაბრუნებისკენ მოუწოდებს. მისი განმარტებით კომპანია ამჟამინდელი მფლობელების მმართველობის პირობებში მალე გაკოტრდება. ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, რომ ელიტ ელექტრონიქსის დაბრუნების შემთხვევაში იგი გარანტიას იძლევა, რომ 2 წლის განმავლობაში კომპანია აქტიურად განვითარდება და ყველა კრედიტორის წინაშე არსებულ ფულად ვალდებულებას სრულად დაფარავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესმენი აცხადებს, რომ ზარალის სრული ანაზღაურება მამუკა ხაზარაძეს დაეკისრება. ასევე მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც არ გამორიცხავს. მართლაც მძიმე მდგომარეობაშია კომპანია და ამის მიზეზი არის თითქოს ანზორ ქოქოლაძის საქციელი და გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ელიტ ელექტრონიკის საგადასახადო სამსახურმა დაარიცხა რამდენიმე მილიონი ლარი და კომპანია მძიმე მდგომარეობაშიაო. ეს საქციელი ჩემთვის კარგად ნაცნობია. ასეთი საქციელით ზუსტად 2009 წელს TBC ბანკი ცდილობდა სხვადასხვა განცხადებები გაეკეთებინა. ამის შემდეგ ჯერ დაისაკუთრა წილი სხვადასხვა თავალთური და ხელისუფლებასთან გარიგების გზით, შემდეგ კი ეს კომპანია გადაუფორმა დავით კეზერაშვილის კომპანია ელიტ ეფლაინსის. კომპანია შემოვაგნოთ აქტიური